ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება. დოკუმენტის თანახმადვე აპრილიდან ივნისამდე თბილისში უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა. შეავიწროვა, წიწაკის სპრეი გამოიყენა ან აღჭურვილობა დაუზიანა. ამავე პერიოდში ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც სავარაუდოდ მმართველი პარტია ქართული ოცნების სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდათ სემასა და წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ხერხემლის მოტეხილობების, სახისრულების მოტეხილობებისა და ქიმიური დამწრობის შესახებ ცნობებიც. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. ქართულ ოცნებას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება მეგობარი აქტის მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს, ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ჩვენ მივესალმებით დიახ იმ ცდელობას, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს გავსი ანგარიშები და ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, ამ მხრივ არის ბევრად გაუმჯობესებული და ბევრად უკეთესი ანგარიში წინა წლებთან შედარებით. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ არაერთი მონაკვეთი, არაერთი კომპონენტი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ აღქმებს და შთაბეჭდილებებს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფაქტების საფუძველზე გააკეთონ შეფასებები და ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის კადრებია გამოყენებული და აცხადებს, რომ ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა. განცხადების თანახმადვე, უკრაინულ საზოგადოებაში აღნიშნული ვიდეო სამართლიან აღშფოთებას იწვევს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს საამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველებს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენთვის უკრაინაში დაყრდნილი ყოველი წვეთი სისხლის, ყოველი ცრემლი, ბავშვის თუ უფროსი ადამიანის, ქალის თუ კაცის, მოხუცის თუ ახალგაზრდის არის განსაკუთრებული ტკივილის საგანი. ეს ტკივილი ვაჩვენეთ და ამ ტკივილამდე რო არ მივიდეს საქართველოს, სწორედ ისე უნდა იმოქმედოს, როგორც მოქმედებს დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ მოვითხოვთ მხარდაჭერას. და შედარება არანაირად არ არის ქილიკი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება პროცესში. მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაკსაქსულიყო და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნა. გირჩი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით არჩევენ. მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. გირჩი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერობისთვის კომპეტენტური კანდიდატი აქამდე არავის წარუდგენია. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვისა და ლეილო ძლიერი საქართველოსთვისაც. ლიდერები აცხადებენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა დასკვნით ეტაპზეა. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმითვე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები კვლავაც უცვლელი რჩება. ჩვენ ვაპირებთ კონცენტრირებთ იმ რეგიონებზე, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგი გვაქვს და შეგვიძლია გავიყვანოთ ადამიანები და იმედია ამ მორჩეველი ადეკვატურ გაწყვეტილებას მიიღებს და დააფასებს ჩვენ თანმიმდევრულობას და არ შეყვება იმ სტანდარტულ დაპირისპირებას, რაც ქართული ოცნების და დანარჩენი ოპოზიციის. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და როდესაც მზად ვიქნებით, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ ჩვენი კანდიდატების ვინაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში არჩევნებშია ჩართული, არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. თუ რაიმე გაუგებრობა აქვთ ერთმანეთთან, დაპირისპირება, მხოლოდ ერთი თემაა. ესენი ამბობენ, რომ არჩევნების გზით უფრო ადვილად ვიბრძოლებთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება და ხელისუფლების შეცვლა. სხვანი ფიქრობენ, რომ საბოტაჟის გზით ეს უფრო მისაღწევია. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაა. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთიც განიხილავს. ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. მმართველი გუნდის ოპონენტები კი თვლიან, რომ არსებული ვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქართული ოცნების ნაბიჯებია. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, იმედი არ აქვთ, რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკას შეცვლის და კურსს ევროპისკენ შეატრიალებს. მე ზოგადად არ მაქვს მოლოდინო რამე შეიძლება და ქართული ოცნება პრინციპულად შეცვლის თავის მიდგომებს, ამიტომ სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოსკენ მაღალი ალბათობა, რომ ჩვენ დავკარგოთ ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ეს ბუნებრივი შედეგია იმისაც, რომ წლებია ხდება, ფაქტობრივად უკვე 2-3 წელი შეიძლება ვთქვათ, როცა ქართული ოცნება მიზანმიმართულად გავს ნაბიჯებს, რომელიც აუარესებს ურთიერთობას ჩვენ ევროპულ მეგობრებთან და ამიტომ ასეთი რეაქციაც ალბათ კანონზომიერია. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისთვის, უბრალოდ მათ ეს პროპაგანდისტული ომი წააგეს, ისინი ვერაფრით ვერ ახერხებენ, რომ ეს რაიმე ფორმით დააბრალონ ან ქართულ ხალხს, ან ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, ან ოპოზიციას. გვაქვს მოლოდინი, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, არც ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში არ შეასრულებს არც ერთ იმ ვალდებულებას, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მიხეილ ჭანუღაძე მოინახულა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ჯერჯერობით დაკავებული გიორგი მიქაძე დუმილის უფლებას იყენებს და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისინი კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. გამოძიების თანახმად ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები. ამავე ინფორმაციით ძმებმა მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მე როგორც დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი მთელი თვეების განმავლობაში საუბრობთ. პირველივე დღიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომ გელა უძილაური მარტო არ მოქმედებდა. ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ მკვლელობის შეკვეთის მუხლით არიან პირები უკვე პასუხისგებაში მიცემული და ასევე პასუხისგებაში მიცემული არიან სხვა ადამიანები, მათ შორის ადამიანი, რომელმაც სრული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და ხელი შეუშალა ჭეშმარიტების დადგენაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულებიდან ერთ-ერთი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორია. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაული 12-დან 20 წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოქალაქეების IG-ს და AB-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 260 ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი დონდოლაძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულირების საფუძველზე იძებნებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა. ამჟამად 12-ვე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირები. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. ამჟამად 12-ვე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსების მიერ გაშვებული 32 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების ცნობითვე რუსებმა 59 დრონით დონეცკის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებს, ხოლო ისკანდერ M ტიპის რაკეტებით პოლტავის ოლქს შეუტიეს. ოკუპანტების მიერ დრონების გამოყენებით განხორციელებული დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიწვევით ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს. მთავარი სამსჯელო თემები ის ძირითადი საკითხები იყო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის დროს უნდა განიხილონ.